უკანასკნელი თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება იყო დასუფთავების აქცია და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც სკოლებში მოეწყო. ეს იყო ქალაქის სკოლები და რატემნის და რაჭის-უბნის სკოლები. ბავშვებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიები და ასევე უმცროს კლასელებში ჩატარდა ხატვის აქცია, სადაც სკოლის მოსწავლეებმა ძირითადად დაწყებითი კლასების, რაღაცაც მე-4-მე-5 კლასამდე ბავშვებმა გარემოს დაცვის საკითხებზე ნახატები გააკეთეს და შესაბამისად მერე ჩვენ გადავეცით ამ გამარჯვებულ ბავშვებს პრიზები და სიგელები. მე დავხატე ბუნება, იმიტომ რომ უნდა გავუფრთხილოთ ბუნებას, არ უნდა დავაგვიანოთ, უნდა მოვუაროთ და ნაგავი არ უნდა დავყაროთ. და მე მივიღე საჩუქარი წიგნი, რადგანაც დავხატე ბუნება. მე დავხატე ბუნება იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ბუნებას და არ დავანაგვიანოთ და სულ ლამაზი იყოს და გახარებული. სკოლა აქტიურად ჩაერთო ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროექტში. მასწავლებლები, მოსწავლეები სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა. დაასუფთავეს სკოლის ეზო, მიმდებარე ტერიტორია, ხელოვნების გაკვეთილებზე მათ დახატეს და შექმნეს სლოგანები თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, გაიაზრეს კიდევ ერთხელ რა მნიშვნელოვანია ბუნება ადამიანისათვის. და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მათ ცხოვრებაში გარკვეულ კვალს დატოვებს და ისინი გაუფრთხილდებიან და იზრუნებენ ბუნებაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისათვის.
მე ეხლა ვხატავ ადამიანებმა რომ უნდა დაანაგვიანონ ნაგავი უნდა ჩავყავოთ ნაგვის უნაში ადამიანებმა ტყეში ხეებია უნდა გაჩიხონ და არ შეიძლება ამიტომ ბუნება დაგვიანებული იქნება და დანაგვიანდება და გაჭუჭკინდება სუფთა გარემო იმისთვის უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად და არ შეგვიყაროს რაიმე ცუდი ინფექცია, თორემ გავხდებით ავად და ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. მე ვხატავ ტყეს, სადაც ადამიანები ყრიან ნაგავს და ნაგავი თუ ტყეში დაიყრება, ჩვენ აქ სუფთა ჰაერი აღარ იქნება და ხეებს თუ გავჩეხავთ, არ იქნება ჟანგბადი, რადგან ხეები გამოყოფენ ჟანგბადს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. ასეთივე აქცია ჩატარდა ქალაქ იჯევანში და იქაც მოხდა ქალაქის ტერიტორიაზე გარკვეული ადგილების დასუფთავება და სკოლებში ასევე ხატვის აქციები. ამის შემდეგ ქალაქში მოხდა აი ამ ახალი ურნების დადგმა რომლებიც გათვალისწინებულია პლასტიკური ბოთლების შესაგროვებლად და ეს აქციაც ასევე პარალელურად მიმდინარეობდა ქალაქ ბოლნისში და ქალაქ იჯევანში. ამიერიდან ბოლნისში განსხვავებული ურნები შეგხვდებათ. სპეციალური კონტეინერები ქალაქში ნაგვის ურნების გვერდით დაიდგა და მასში მხოლოდ პოლიეთილენის ნაწარმი მოთავსდება. პლასმას რაღაცა იქნება ჩავყრე აქ. კარგი არის რა, ახლა არ დანაგვიანდება ალბათ უფრო ნაკლებად იმასნის და ეს გადამუშავდება კიდევ ხელმეორად მოხმარებისთვის. ანუ გამოაცალკებ და აღარ რა თქმა უნდა. ისედაც ვაცალკებებდი, მაგრამ ახლა უკეთესი არის საშუალება მაინც იქნება რომ ჩავაგდოთ სადმე. 30 განსხვავებული ურნა ბოლნისში იმ პროექტის ფარგლებში დაიდგა, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტმა ქვემო ქართლის საინფორმაციო საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად განახორციელა. მისი მიზანი კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაა. 30 ურნა განთავსდება ჯერჯერობით მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბანზე, ხოლო შემდგომში გათვალისწინებული არის სავარაუდოდ დამატება. ამაზე მუშაობთ, მხოლოდ ჩაიყრება პოლიეთილენი ბოთლები. ამიერიდან მოსახლეობას ქალაქ ბოლნისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება მოუწევს. პოლიეთილენის ბოთლი სპეციალურ ურნაში უნდა მოთავსდეს. შემდეგი ღონისძიება, რომელიც აი სულ ახლა ხანს ბოლოს ჩატარდა დეკემბრის თვეში, ეს იყო თბილისში ჩატარებული ვიქტორინა. ჩვენ ამ ვიქტორინისთვის რამდენიმე თვე ვემზადებოდით. ბოლნისის სკოლის მოსწავლეები და იჯევანის სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ თბილისში, 2 დღე იყვნენ ერთად სასტუმროში და ჩატარდა ვიქტორინა გარემოს დაცვით თემებზე. მიზანი იყო ამ ბავშვების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში, მათი დამეგობრება ერთმანეთთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიზნებს მივახციეთ, იმიტომ რომ ერთი საკმაოდ კარგად გაართვეს ბავშვებმა ამ კითხვების პასუხები საკმაოდ სწორი და ამომწურავი იყო და ასევე ჩვენ მოვახერხეთ და ექსკურსიები მოუწყეთ ბავშვებს ქალაქშიც და მცხეთაშიც, ყავდა წაყვანილები და ბავშვები ერთმანეთთან დამეგობრდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება ურთიერთობა და თანამშრომლობა იჯევანის მუნიციპალიტეტთან და ამ ბავშვებს მიეცემათ საშუალება კიდევ შეხვედრისა და ერთმანეთთან უფრო დაახლოვების.
ერთნაირი პრობლემების ერთობლივი გადაჭრა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ქალაქ თბილისში, სომხეთსა და საქართველოს, კონკრეტულად ბოლნისისა და იჯევანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. ორი ქვეყნის ახალგაზრდები ერთმანეთს ცოდნის კონკურსში ეჯიბრებიან. საქართველოსა და სომხეთის, კერძოდ კი ბოლნისსა და იჯევანის მუნიციპალიტეტებს შორის მოზარდებთან ვიქტორინა ჩატარდა. მათი ცოდნა გამოავლინეს, რომელიც მოსწავლეებმა ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული სემინარიდან მიიღეს. ლავაგუნ ნაპაჰპანական სემინარներին մասնակցել։ მე შემიძლია დღეს ამაყარ თქვა რომ ჩვენმა პროგრამამ განახორციელა ის, რაზეც იყო ძირითადად დაფუძნებული და ორივე ქალაქებში ხდება ამ ნარჩენებისაგან დახარისხება ნარჩენების და პლასმასის გამოყოფა ძირითადი დანარჩენი ნავისაგან. მეწარაკელությունა, նաև այս միջոցառման მეწարակելությունը նաև այն է։ ინტელექტუალური შეჯიბრის მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ. ცოდნის კონკურსში ერთმანეთს ჯგუფი ბოიჯე და ერთობა ეჯიბრებოდა. საბოლოოდ გამარჯვება კი მეგობრობამ მოიპოვა. Ինչե կոպոստը, պարարտային որստացումը օրգանական միացությունների եւ թափոնների միկրոբային քայքայման հետևանքով։ Բավშვება საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგი ცოდნა გამოავლინეს გარემოს დაცვის საკითხებში და აი გუშინ და დღეს დამეგობრებაც გაცნობაც დამეგობრებაც მოახერხეს და იმედია რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ვიქტორინის შესაფასებლად ჟიურის როლი პროექტის ორგანიზატორებთან ერთად ქვემო ქართლის გუბერნატორისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმაც მოირგეს. ეს პროექტი არის უკვე მეორე წელიწადია რაც ხორციელდება ბოლნისის სინამდვილეში. 2017 წლის ბიუჯეტით უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გათვალისწინებული მსგავსი პროექტების განხორციელება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობ, რომ 2 წლის წინ გაუსწარით პროცესებს როგორც ყოველთვის. არის საუკეთესო პროექტი, თქვენ თვითონ ნახეთ დღევანდელი ბავშვების მომზადების დონე და ცოდნა და ვფიქრობ, რომ ეს ის თაობა იქნება, რომელიც თუ ასე გააღრმავებს, მომავალში გაიღრმავებს თავის ცოდნას, ნამდვილად მოესწრება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მყარი ნარჩენების მართვაზე არის დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის მომავალი თუ არ ვისწავლეთ ჩვენი თავის მოვლა, ჩვენი ტერიტორიების მოვლა, ჩვენი სახლების მოვლა, ისე ვერ განვითარდებით ვერანაირად. დიდი მადლობა მინდა უთხრა ევროკავშირს აი ამ ორგანიზაციის მოწყობა, ამ ღონისძიების მოწყობისათვის, მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, იჯევანის მერიას, რომელთა ხელშეწყობითაც მიმდინარეობს. კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდებს კითხვა-პასუხის მეშვეობით გამოევლინათ ის შეხედულებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება, რათა ერთად შევქმნათ ჯანსაღი ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ეს არის კუთხე იმერეთი, ადმინისტრაციული ცენტრია ქუთაისში და შუაზე გამოსახულია ქუთაისი. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად ბავშვებმა ინდივიდუალურ კითხვებს უპასუხეს. შემდეგ კი ჯგუფებში ლოგიკური აზროვნება ჩამოაყალიბეს. ხოლო დასკვნით ტურში ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცოდნა გამოავლინეს. პროექტის ავტორებს არც წამახალისებელი საჩუქრები დავიწყებიათ მონაწილეებისათვის და აქტიური ახალგაზრდებისთვის. ღონისძიების დასასრულს კი ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. სერტიფიკატით შეურდობდება